გახსნილია ქონების იძულებით დათმობის ახალი ფაქტები. წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულად ცნობილ 5 მოქალაქეს წართმეულ საკუთრებას დაუბრუნებენ. საუბარია ძვირადღირებულ ავტომობილებსა და მიწის ნაკვეთზე, რომლებიც ძველმა მფლობელებმა 2010-11 წლებში დათმეს ან იძულებით იყიდეს. მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის ცნობით პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამდებობის პირებმა მოქალაქეებს ქონების დათმობა ახლობლებთან საპროცესო გარიგების საანაცვლოდ აიძულეს. რამდენიმე დაზარალებულის ისტორია დღეს ნოდარ ჩაჩუამ მოისმინა. ჩემი ძმა დააკავეს 2011 წლის მარტის თვეში. რომ გადაიყვანეს პატიმრობაზე, დამიკავშირდნენ სამმართველოს ხელმძღვანელობა. ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის დაკავებული შმაგი რატიანის ძმა 2011 წელს დიდუბე ჩუღურეთის პოლიციაში დაიბარეს და ძმის გათავისუფლებისთვის გარდა საპროცესო შეთანხმებისთვის ოფიციალურად განკუთვნილი გადასახადისა, რომელიც 10,000 ლარს შეადგენდა, კიდევ ერთი პირობა წამოუყენეს. სახელი და გვარის დასახელებისგან დღესაც თავს იკავებს, თუმცა პირობას, რომელიც დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოში წაუყენეს, დეტალურად იხსენებს. რატიანს ძმის გასათავისუფლებლად Volkswagen-ის ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საჩუქრად ავტომანქანა უნდა შეეძინა, მიუთითეს კონკრეტული მარკა და ფერი. მოგვიწია თანხების მოძიება, რაღაცების გაყიდვა, მეგობრების, მეზობლების, ახლობლების დახმარებით მოვიძიეთ ეს თანხა და შევთანხმდით, რომ უნდა გავიკეთებინა საპროცესო შეთანხმება. ჩემს სახელზე გაფორმდა ავტომობილი და შემდეგ ჩემი ძმას თავისუფლება რო გამოუშვეს უკვე პატიმრობიდან, წავედი და ჩუქება გავაკეთე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელს. 2011 წელს მსუბუქი მუხლით, კერძოდ კი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოქალაქე გივი თოდაძე დააკავა. მას საპროცესო გარიგების სახით 195,000 ლარის გადახდა ოფიციალურად დააკისრეს. ჩხრეკის დროს კი თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით 95,000 ლარის ღირებულების ნივთების სახლიდან გაიტანეს. ნაწილი ისე რომ ჩხრეკის ოქმში არც შეუტანიათ. მათ შორისაა Range Rover-ისა და Chrysler-ის მარკის 2 ძვირადღირებული ავტომანქანა. მოგვიანებით კი საპროცესო გარიგების სანაცვლოდ აღნიშნული ავტომანქანების სამართალდამცავების მიერ მითითებულ პირზე გადაფორმება მოითხოვეს. ეს ავტომობილები გადაფორმდა კონკრეტულად მე გეტყვით გვარს ბატონი ნაბახტეველი, ესეთი გახდა სხვათა შორის პრობაციონერი იმ დროისთვის, კუდის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ძალიან ახლო ნათესავი და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც თოდაძის ეს ავტომანქანები გაფორმდა ამ ბატონ ნაბახტეველზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 18 ძვირადღირებული ავტომანქანა იქნა ამ პიროვნებაზე გაფორმებული. არიან მოწმეები, დაკითხულები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთ-ერთი ავტომანქანით, კერძოდ Chrysler-ით გადაადგილდებოდა ბატონი ახალაია, ასევე დაკითხულია მოწმე, რომელიც უშუალოდ უთითებს, რომ ბატონი ახალაიას უშუალო ბრძანებით მოხდა ამ Chrysler-ის ფერის შეცვლა, ანუ გადაღებვა და ამის მტკიცებულებებიც ბუნებრივი არსებობს, ხოლო მეორე ავტომობილი დადიოდა ბატონი ლევან ქარდავას. მეუღლე ეს საქმეები იმ 5 საქმეს შორის მოხვდა, რომლებიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტმა გახსნილად გამოაცხადა. ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის ახალი დეპარტამენტის მიერ სხვისი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მიეცა. მასთან ერთად დანაშაულშია მხილებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებიც. სხვადასხვა დროს 2010-2011 წლებში დიდუბე ჩუღურეთის პოლიციას დაკავებული ყავდა ბრალდებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დავით სიდამონიძე თავისთან იბარებდა ბრალდებულის ოჯახის წევრებს და ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვდა პოლიციისა და პროკურატურისათვის ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენას. ჩვენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ წარმოებულ გამოძიებებს. ქონების იზულებით ჩამორთმევის საქმეში მონაწილე პირების ადვოკატები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან. როგორც ავტომანქანები, ასევე ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და გამოძიების დასრულებისთანავე ქონების მფლობელებისთვის დაბრუნება იგეგმება.